Hello guys, გამარჯობა. დღეს შემოგთავაზებთ vlogs. როგორ მივიდივართ ბაკურიანში, რა გავაკეთეთ, მივიდივართ ერთი კვირის განმავლობაში. შვებულება არ მეკუთვნოდა წესით, მაგრამ ავიღე, იმიტომ რომ ვმუშაობ და დედაჩემმა ვერ წავიდა, იმიტომ რომ დედაჩემიც მუშაობს და ჩემი და მარტო ვერ წავიდოდა. წავედით იდეაში, იმიტომ რომ ჩემმა პატარა დის შვილმა, ჩემმა პატარა მატილდამ გამოიცვალოს ჰაერი, ანუ ჩაისუნთქოს, შეირგოს სუფთა ჰაერი ბაკურიანის. ეს არის უკვე მეორე დღე, რომ ჩავედით, დიდად რამეს თავი არ გქონდა, ეს არის მეორე დღე. ჩემმა საყვარელმა დაიკომ, გააკეთა კარბონარა, ვჭამე, საკმაოდ გემრიელი იყო. მადლობა, მარი, I love you. მოკლედ, აი ასე ვართობდი ხოლმე ბავშვს, ხან მე, ხან ჩემი და ერთმანეთს ვენაცვლებოდით, ხან ერთად ვართობდით, რომ არ დავიღალოთ. საბოლოო ჯამში დავიღალეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სად ეხა მარტო რომ ჩახვალ, რომ დაისვენო და სად 10 თვის ბავშვი რომ მიგყავს. მაგრამ რაც იყო, ღირდა ამად, მე თუ მკითხავთ, აი აქ შეღირეთ რა საყვარელია, რა საყვარელო ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ, კმაყოფილი ვარ. აქა უკვე მესამე დღე, აქ დიდად ყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ დილას მომიწია გაღვიძება, რომ ბავშვი გავართო ისა, იმიტომ რომ გაიღვიძა და ჩემი და მარტო ხო ვერ გაართობს. თან ჩემმა და მონო წაუძინა, აქ მე ვჭამდი, რაღაცნაირად უცნაურად ვჭამ, რანაირი ვიდეო ახლა რა უყურებ, მაგრამ დილით ვარ გაღვიძებული ვარ, გაბრუებული ვარ, ამიტომაც არა უშევს, გამოვიყვანე გარეთ. რაღაცნაირი უცნაური ამინდი იყო, ხან მზე იყო, ხან მე ის იქნებოდა რა ქვია ღრუბლები, ხან მზე ისევ და მოკლედ ვეღარ მივხვდით, აქ უკვე წავედით საბაგიროზე, ავედით, საბაგიროს დავჯექით, ავედით ზევით კაფეში, ხედებით დავტკბით, გემრიელად მივირთმით, უფრო სწორედ დამჭირს. აი ასეთი გარემო იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო ჩვენი კონცენტრირება ბავშვზე იყო, ვიდრე გარემოზე, სიმართლე რომ გითხრათ. მე როგორც ხედავთ, გაწვიმდა, ჩამოვედით ქვევით. მე რა ვთქვა, არ ვიცი, ამიტომაც უბრალოდ უყურეთ ფოტოებს. მე ეს რაღაცა თამაში ვუყიდეთ, ვართობდი და ამ კაცის სახეზე ვღადაობდი, ეხლა ვიდეოში ესეა დარჩენს, მაგრამ ისე ამოიხიდა. ეს პაჭუკა მატიკო მე წავედით მაღაზიაში. იმენა ისე მიყვარს, ხანდახან მგონია ჩემი შვილია, აქ მე ვჭამ. აქ უკვე არის მესამე დღე, დილით ვაჭმევ, მარის სანამ ძინავს, იმიტომ რომ მეთქი წაუძინე, მიდი. მე მივხედავ, ვაჭამე ასე საყვარლად. გამოვედით მისე მინდორზე. დავჯექით, ხან ჭამდა, ხან უბრალოდ გვერჭორავებოდა, გულაპარაკებოდა თავის ენაზე, ხან უბრალოდ ბავშვებს უცინოდა, ბავშვებიც უცინოდა მატილდას. მე გამოვედით ოდნავ ზევით, ბუნებაში, ხეებთან, ძალიან სიცხე იყო, როგორც ხედავთ. აქაც რუტინულად ვართობთ, ვაჭმევთ. მე აქ საღამოსკენ აღარ ეძენებდა რა და უკვე ღამის 12 ხდებოდა. მე მარიმ დააძინა, მე გათენდა მეოთხე დღეც. ასე მივეჭექი. გამოვედით გარეთ, რომ ბურგერები გვეჭამა, იმიტომ რომ არის უნდა ძალიან ბურგერები, მან ახლოს იყო თან კაფე და მაგაზე ბევრ რაღაც გაუგია, რომ კაი ბურგერებიაო რა. მივედით, ისე ბურგერები ვაუო, არა, 10-დან 7 იყო ჩემთვის. დიდად ძალიან მაგარი ბურგერიო და ვაიმე, არ მიჭამი ეგეთი, არა, უფრო კარგიც მიჭამია. მე აცივდა ოდნავ, ავედით, გამოვიცვალეთ და ისე გამოვედით გარეთ, რა თქმა უნდა. აბა რატო ვართ ბაკურიანში, რომ ჩავყლაპოთ სუფთა ჰაერი. აქ მე ბავშვებთან ართობ და ძალიან უყვარს მართლა ბავშვები დავამოღამე. ძალიან მიხარია. აქ კიდე შეგიძლიათ უყუროთ მატილდას საღადაო ფოტოებს და საყვარლობა სახეს. ეს უკვე არის მეხუთე დღე. აი ასეთ გაჩვენებ ჩემს აუთფიტს, მოიცახა ვითლი მეხუთე დღე ხო არის. კი, მეხუთე დღე იყო.
როგორც ხედავთ, მათ ვეკუპალნიკი, იმიტომ რომ რა, იმიტომ რომ მივდივართ აუზზე, ბასეინზე, რა ვიცი, როგორც ქნით ისე დაარქვით, შეხედეთ რა საყვარელია. ჩემი ცხოვრება. აი, ჯერ ეშინოდა წყლის, მაგრამ მე შევაჩვიეთ, მე და მარი. აი ესე ვართობდი, მე იქით გადავედი, დიდი ბასეინი იყო, იქაც ვიყავი, ჩემთვის რა თქმა უნდა, დიდებისთვის იყო და მაგიტო მე საუნაშიც კი ვიყავი, 3 წუთი გავქაჩე დაახლოებით. კამაყოფილი ვარ, ჩემი თავით, მაგრამ საკმაოდ ძნელი იყო. მაგრამ ღირდა რა, მუღამი აქვს თავისი რა, ხო ის რო ძნელია და მაინც რო ჩერდები. მე ისე ავედით სასტუმროში, გამოვიცვალეთ, ჩამოვედით, ვიბოდიალეთ რა უშნოდ ჭომდი რა იყო ეს. მშიოდა, მაგრამ სახლში ასვლა არ გვინდოდა, ამიტომაც მარიმ მიყიდა სენდვიჩი. მადლობა მარიამ, გაიხარე, და მამფინანსე. სამაგიეროდ მე გადავურიცხე ბასეინის ფული, რომ იყიდა აბონემენტი, ერთდღიანი, კაი იყო. მადლობთ. ერთდღიანი რა, ერთჯერადი. მაინც კაი იყო ყველა შორის და ბასეინში შედიოდა ასევე სპორტ დარბაზი, ამიტომაც ოდნავ ჩამობნელდა, სანამ მატილდას ვართობდი ისა, რომ დააძინა, მეც წამოვედი მერე, რომ მე ვარ ჯიშა, როგორც ხედავთ, წამოვედი. კაი ხანი არ მე ვარ ჯიშია. თან მაინტერესებდა, ჯერ დავიწყე სარბენი ბილიკით. მე ოდნავ გაწევრებიც გავკეთე და მე ყველაფერი გამოვცადე, რაც კი ინვენტარი იყო მაგ სპორტ დარბაზში. მე ხვდი რა მომეწონა, რა არ მომეწონა, ანუ უფრო დავამოღამე, რომ მიყვარს ხელის ვარჯიშები და აი ზურგის ვარჯიშები და მოკლედ კაი იყო რა. გარი იყო, მოვედი სახლში დავიძინე. ეს იყო თან უკვე ბოლო დღე, მე გათენდა, მოვიდნენ მამა ჩემი, მოვიდა გიორგი და წავედით ბათუმისკენ. ეს ყველაფერი კი კარგი, მაგრამ მგონი ყველაზე მთავარი არ მithქვამს ის, რომ არის საშინელი გზები ბოლოსკენ, მართლა რომ მიდიხარ სასტუმროში, აჩეხილია თავი მეგონა სოფელში, იმიტომ რომ მაკანკალებდა მანქანაში, ყველას გვაკანკალებდა, ნერვოზ დაგვმართა ბოლოს, მეთქი ხო სწორად მივდივართ საერთოდ. მაგრამ ღირდა სავითო რა ვიცი, ალბათ ახლა რომ ვუყურებ ღირდა ალბათ, მაგრამ იმ მომენტში ძალიან ვინანე მართლა რომ საერთოდ წამოვედი. და ხო ასევე ის მინდა მეთქვა რომ ამ ვიდეოს ვწერდავდებ YouTube-ზე, იმიტომ რომ სამახსოვროდ, იმიტომ რომ მინდა რომ გავაძლები, მე ვუყურო ამ ვიდეოს, გავიხსენო ეს მომენტები, მაგრამ თუ მაინც უცხო ადამიანმა ნახა ის ვიდეო უყურა ამ vlogs, მადლობთ, გაიხარეთ, ნახვამდის.